სამართო პროცესი გრძელდება და სხვა რისკისებულებათა გამოკვლევა, გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ნეიროქირურგი ედი შერმაღალაშვილი, ასევე თავად ანტონ ჩეჩინმა დაიწყო ანტონ ჩეჩინის დაკითხვა და დღეს გაგრძელდება ანტონ ჩეჩინის დაკითხვა, გუშინაც და დღესაც ანტონი მიაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მომხრობასთან დაკავშირებით და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. გარკვეულწილად გუშინდელმა განაჩენმა გარკვეულწილად რწმენა შეგმატა იმისი, რომ რეალურად ამ საქმეშიც შესაძლებელი არის, რომ დადგეს ერთადერთი სწორი და სამართლიანი განაჩენი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქმეც პოლიტიკურია, ამ საქმეშიც ჩემი დაცქვეშყოფი აპელირებს ნივთიერების ხელოვნურად მოთავსებაზე და ასევე ბიოლოგიური ნიმუშის უკანონო დაღებაზე, რომელიც შემდგომ მოთავსდა კონკრეტულ სპეცპაკეტზე, მაინც არ ვაძლევთ საკუთარ თავს იმის შესაძლებლობას, იმის უფლებას, რომ რაიმე სახით ზედმეტი იმედი, ან ზედმეტი მოლოდინი შევიქმნათ, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც აღვნიშნე, პოლიტიკური ელფერი დაკარავს ამ საქმეს.